ეხლა ჩვენ დავიწყებთ დიდი რიცხვთა კანონის შესწავლას. ვიტყვით რომ x1, x2, xn შემთხვევითი სიდიდეები ემორჩილება დიდი რიცხვთა კანონს, თუ მათი საშუალო არითმეტიკული, როცა მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ახლოს არის მათ მათემატიკურ ლოგინთა საშუალო არითმეტიკულთან. მარტივად ვთქვათ, ამისი კარგი შემთხვევა რა არის, კარგი მაგალითი, რომ ვთქვათ, კამათებს რომ მოაგდებთ, არა? ვთქვათ, რომელიმე რიცხვის მოსვლის ალბათობა, რომელიც კამათის წახნანზე წერი არის 1/6, რა? და თუ ჩვენ კამათებს რეალურად ავაგდებთ, რა, ვთქვათ, n-ჯერ, მაშინ თუ კამათებს ავაგდებთ n-ჯერ, მაშინ თუ გამიხილავთ შეფარდებას n-ი გაყოფით n-ი, სადაც n-ი არის რაოდენობა, თუ რამდენჯერმეა n-ჯერ აგდების დროს ჩვენთვის სასურველი რიცხვი, აი ეს რიცხვი მიისწრაფვის 1/6-ისაგან. ეს არის მაგალითი ერთ-ერთი ამისი. ახლა ჩვენ ეს კანონი უფრო დაწოლებით უნდა შევისწავლოთ. ასეთი ტიპის კანონების დასამტკიცებლად გამოიყენება ერთი მარტივი უტოლობა, რომელსაც ქვია რუსი მათემატიკოსის ჩებიშევის სახელი. ეს არის ესეთი ჩებიშევის უტოლობა ქვია ამას და შემდეგნაირად ყალიბდება, რომ თუ x არის შემთხვევითი სიდიდე, რომლის კვადრატის მათემატიკური ლოდინი არსებობს, ესე იგი რა არის კვადრატი, რომ ესე იგი თუ გვაქვს რაიმე შემთხვევითი სიდიდე ასეთი x1, x2, xn და ალბათობები მოსulis არის p, p2, pn და ეს თუ არის x-ის შემთხვევითი სიდიდე, მაშინ x კვადრატი არის მისი მსგავსი ცხრილი, მხოლოდ ზევითად შეკონში დგას კვადრატი. ხო? ალბათობები ერთდროულად. აი თეორია ამტკიცებს შემდეგს. დიდი დაწერეთ რა. თუ ბატონო. ესე ჩანს ახლა? ჩანს ეს? ხო. ესე იგი x-ის შემთხვევითი სიდიდეა, მისი კვადრატის, აი კვადრატი, x კვადრატი, მისი კვადრატის მათემატიკური ლოდინი არსებობს და თუ არის რაიმე დადებითი მუდმივი რიცხვი, მაშინ ადგილია ტოლობას. ესე იგი ალბათობა იმისა, რომ x-ი შემთხვევითი სიდიდე მეტია a-ზე, ნაკლებია ტოლი, აი ამ შემთხვევითი სიდიდის კვადრატის მათემატიკური ლოდინი გაყოფილი a კვადრატს. ამ თეორიას ჩვენ არ დავამტკიცებთ, ზოგადად დავამტკიცებთ კერძო შემთხვევაში. ეს ყოველთვის სწორია. მაგრამ კერძო შემთხვევაში დავამტკიცებთ, როდესაც გვაქვს დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე, თანაც რომელიც იღებს მათო სასრული რაოდენობის ნიშნულობებს. ესე იგი, გვაქვს ესეთი შემთხვევითი სიდიდე x1, x2, xn, ის იღებს ალბათობებს, ამ ნიშნულობებს ალბათობებით p1, p2, pn, სადაც როგორც ჩვენ ვიცით, აი ამ p-ის ჯამი არის 1. აი ახლა დავამტკიცოთ ის უტოლობა. ჯერ ცხადია, უნდა ამოწევოთ რა არის x კვადრატი. ეს ცეცხლამდე დავწეროთ, რომ x კვადრატი რა არის? x კვადრატის შემთხვევითი სიდიდე არის შემდეგი განაწილების კანონით, ესე იგი, რომ x1 კვადრატში, x2 კვადრატში, ასე შემდეგ xn კვადრატში და ქვევით ალბათობები. რა იქნება ამათი მათემატიკური ლოდინი? ამათი მათემატიკური ლოდინი იქნება ჯამი, არა? ჯამი იქნება ამათი მათემატიკური ლოდინი x კვადრატი უდრის სიგმა x კვადრატი p. ცხადია ეს ლოდინის განმარტების გამო. ახლა ჩვენ რა ვქნათ უყურეთ? აქ არის ყველა x-ი. მოდი დავტოვოთ მარტო ისინი, რომლებიც a-ზე მეტია. ამით ამ ჯამს რა მოვა? ეს ჯამი მხოლოდ შემცირდება. ესე იგი ეს ტოლობა გვაქვს და თუ ამ ჯამს შევამცირებთ, რა გამოვა? მაშინ x კვადრატი მეტი ანტოელი მასზე. ახლა ესე იგი რის ხარჯზე მოხდა შემცირება, რომ ჩვენ აქ დავტოვოთ მხოლოდ ისეთი x-ები, რომელთა კვადრატი, რომლებიც მეტი არის a-ზე. ახლა რა შევიდეთ? ახლა ჩვენ რა ვიცით, რომ x-ი ხომ მეტია a-ზე. ამიტომ x კვადრატი შევცვალოთ a კვადრატით. a კვადრატით შევცვალოთ. და მაშინ რას მივიღებთ? მივიღებთ
რომ ეს ჯამი უფრო მეტად შემცირდება, ყოველ შემთხვევაში არ გაიზრდება. და გვექნება ასეთი რაღაცა, რომ x კვადრატი მეტი ანტოლი არის ჯამზე, სადაც x კვადრატის მაგივრად გვაქვს მუდმივი რიცხვი a კვადრატი. ეს მუდმივი რიცხვი შეიძლება გამოვიტანოთ გარეთ, ხო? ჯამის გარეთ გამოვიტანოთ და გვექნება, რომ x კვადრატი მეტი არის ანტოლი a კვადრატი და ეს ჯამი p. ეხლა ჯამი p რას წარმოადგენს? ეს ჯამი p წარმოადგენს ასეთ რაღაცას. ეს არის ზუსტად იმისი ალბათობა, რომ x-ი მეტი არის a-ზე. ესე იგი ეს a კვადრატი არის მუდმივი სიდიდე, გამოვიტანეთ ჩვენ ჯამის ნიშნის გარეთ და გვექნება ასეთი რამ. აი რაც აქ მიწერია 1-4 ფორმულაში. ახლა ჯამის აქსიომის თანახმად ეს ამ პერიოდის ჯამი იქნება ზუსტად ალბათობა იმისა, რომ x-ი მეტია a-ზე. ეს მარტივად ჩანს, არა? ესე იგი რამდენი რიცხვის არსებობს a-ზე მეტი, არა? ალბათობა იმისა, რომ x-ი იქნება აი ამ a-ზე მეტი, იქნება ამ რიცხვების ალბათობების ჯამი. ამის გათვალისწინებით ეხლა აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ რა, ესე იგი p x-ი მეტია a-ზე, ანუ ალბათობა იმისა, რომ x-ი მეტია a-ზე. აქედან კიდევ უყურებთ ჩვენს ფორმულას, რა, რომ p ალბათობა იმისა, რომ x-ი მეტია a-ზე, ნაკლებიან ტოლი, აი ეს x კვადრატის მათემატიკური ლოდინი გაყოფილი a კვადრატზე. ეხლა მოდით ეს ამ ჩემიშების უტოლობას მივცეთ ისეთი სახე, რომელიც შემდეგ უფრო გამოვადგება. ესე იგი, როგორც ხედავთ, უყურეთ x-ი მეტია a-ზე რომ წოდია, a არის ნებისმიერი დადებითი რიცხვი, ხო? აი ხა ჩვენ ასეთი რამე შევაფასოთ. x-ის შემთხვევითი სიდიდისა და მისი მათემატიკური ლოდინის სხვაობა. ესე ჩვენ რას ვამბობთ, რომ ზუსტად ეს შემთხვევა დიდ რიცხვთა კანონის ერთ-ერთი ის თავარი საკითხი არის შემდეგი, რომ შემთხვევითი სიდიდე როგორ დამოკიდებულებაშია თავის მათემატიკურ ლოდინთან. აი ხა ჩვენ რა ვთქვით, გახსოვთ, რა ვთქვათ, დაუშვათ კამათელი გვაქვს და კამათელს ვაგდებთ, ხო? და დაუშვათ კამათელზე რამდენი ლარი ციფრის დაждდება, იმდენი ლარი შეგვიძლია მოვიგოთ. და გაყიდვაგვიდა ამ ჩვენი თამაშის. რამდენად უნდა გავყიდოთ? ხო? ყველაზე პატარა არის 1 ლარი მოგება, ყველაზე დიდია 6 ლარი მოგება. რამდენად უნდა გავყიდოთ? უნდა გავყიდოთ იმდენად რამდენიც არის მისი მათემატიკური ლოდინი. აი ახლა ნახოთ რამდენია მათემატიკური ლოდინი. ესე იგი 1 2 3 4 5 6. თითოეულის მოსვლის ალბათობა 1/6-ზე. ესე იგი რა იქნება ახლა ნახოთ მათემატიკური ლოდინი გამოთვალოთ. ეს არის 1 გამრავლებული 1/6 პლუს 2 გამრავლებული 1/6-ზე პლუს 6 გამრავლებული 1/6-ზე. ეს რა არის? 1/6 გამრავლებული 1 მიმატებული 2 მიმატებული 6. ეს რა არის? ესე იგი ეს არის მათემატიკა, შეგვიძლია პირდაპირ შევიღოთ, ხო? მაგრამ ეს არის მათემატიკის არითმეტიკული პროგრესია, ამიტომ 6-7 42 გაყოფილი 2-ზე რამდენი გამოვიდა? 21 გამოვიდა 21/6. ესე იგი ამისი გასაყიდი ფასი ჩვენი თამაშისა არის 21/6 ლარი. ანუ რამდენია ეს არის დაახლოებით 3 ლარზე ცოდნი თუ შევეცავთ 3-ზე რა გამოვა 7/2, ანუ 3 ლარ ნახევარია მისი გასაყიდი ფასი. ესე იგი ეს არის ჩვენი საშუალო მოგება. მაგრამ ეს არის თეორიულად. რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში რა ხდება? ამას ადგენს დიდი რიცხვთა კანონი. და ესე იგი რას ვამბობ ჩვენ, აი ხა ჩვენ სულ რა გვაინტერესებს, ეს არის აი ამ შემთხვევითი სიდიდის, აი რაღაც დაიშალა, შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური ლოდინი და გვაინტერესებს, რომ რეალურად როცა ჩვენ აი ამ თამაშობთ, როგორი არის სხვაობა საშუალო არითმეტიკოსა და მათემატიკურ ლოდინს შორის. აი ხა ჩვენ ამ ამოცანის გადაწყვეტას ვუახლოვდით. ესე იგი როგორ არის საქმე, უყურეთ ახლა. ხა ჩვენ უნდა შევაფასოთ შემთხვევით სიდიდესა და მის მათემატიკურ ლოდინს შორის სხვაობა. რა უნდა იყოს ახლა ეს სხვაობა? აბა ნახოთ. ესე იგი რა გვაინტერესებს, რომ ეს მეტი არის აი ეფსილონზე, აი მისი ალბათობა, რომ ეს მეტი იქნება ეფსილონზე, ხო? ესე იგი, ეხლა რა გვაქვს ჩვენ ჩებიშევის უტოლობაში
უტოლობა როგორ იყო, რომ ალბათობა მისცა, რომ x მეტია a-ზე, ნაკლები ანტოლი ეს ასეთ გამოსახულებაზე, ხო? ჩვენ ახლა რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს x-ის მაგივრად აი ეს სხვაობა. ამიტომ რომ გადავწეროთ, აქ უნდა დავწეროთ ამ სხვაობის კვადრატის მათემატიკური ლოდინი. ანუ მათემატიკური ლოდინი x-ax კვადრატში. ახლა რა მოდული კი წერია, მაგრამ რადგან კვადრატში აქვს, არა აქვს მნიშვნელობა, ნიშანი მინუსია თუ პლუსი. ეგრევე აი ეს ეფსილონი, ასმაგერად ეფსილონია, ხო? მაგრამ რა არის ეს გამოსახულება? ეს არის დისპერსიის განმარტება. ძველი რიცხვებში ჩვენ ვიცით დისპერსია, და ეს არის დისპერსიის განმარტება ზუსტად. დისპერსია არის რა? შემთხვევით სიდიდეს რომ გამოვაკლო მისი მათემატიკური ლოდინი დაიყვანო კვადრატში, მიღებული სიდიდის მათემატიკური ლოდინი არის დისპერსია. აი დისპერსიის განმარტებით გამარტების მიხედვით გამოვიდა რომ ეს გამოსახულება ნაკლები ანტოლი აი ამ დისპერსია გაყოფილი ეფსილონ კვადრატზე. ეს არის აი ამ ჩებიშევის უტოლობიდან უტოლობის ერთ-ერთი შედეგი. ახლა ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახლა დაინტერესდეთ იმით, რომ რასტრის ალბათობა იმისა, რომ ეს გამოსახულება ნაკლებია ეფსილონზე. ეს ორი სიგma, ესე იგი ალბათობა არის ერთმანეთის შემავსებელი. ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ეს გამოსახულება ნაკლებია ეფსილონზე, იქნება 1 minus ამისი ალბათობა. ანუ ალბათობა იმისა, რომ სხვაობა ის მოდული x-სა და მათემატიკურ ლოდინს შორის ნაკლებია ეფსილონზე იქნება 1 გამოკლებული აი ეს ალბათობა. ხო, ახლა ჩავსვა თავისი მნიშვნელობა აქ. მაგრამ ეს როგორ არის? ეს არის აი ამ გამოსახულებაზე ნაკლები ანტოლი, ხო? შეგვიძლია ეს გამოსახულება უფრო დიდია. ახლა თუ დიდ ჩავსვათ, გაპირიქით გამოვა მეტობა და გამოდის რომ აი ეს ალბათობა მეტი ანტოლი 1 minus ესე იგი დისპერსია შეფარდებული ეფსილონ კვადრატზე. აი ეს უტოლობა წარმოადგენს ჩებიშევის უტოლობის ერთ-ერთ სახეს. ახლა ჩვენ გვინდა ბერნულის თეორემა გამიხილოთ. თუ ჩვენ ვთქვით ბერნულის განაწილება, რა იყო ბერნულის განაწილება? ბერნულის განაწილება რა იყო? ჩვენ გვქონდა რაღაცა ცდა, ამ ცდაში შეიძლება ადგილი გქონდეს ან იმ ხდომილობას, რომელიც გვაწყობს, ან იმ ხდომილობას, რომელიც არ გვაწყობს. და იყოს იმ ხდომილების ალბათობა, რომელიც გვაწყობს. ხო? ასეთი ამოცანა იყო, რომ n-ჯერ თუ მოახდინეთ ეს ცდა, რას უდის ალბათობა იმისა, რომ n-ჯერ მოხდება ჩვენთვის სასურველი ხდომილობა. ეს ალბათობა ჩვენ ესე აღვნიშნეთ, ხო? და მისი თორი ეს იყო ჯუჯდება ეხარისხად n და თუ ჩვენ ხუთი თუ აღნიშნავთ x minus s, ანუ არასასურველი ხდომილობის მოსვლის ალბათობას, მაშინ გვექნება ხუხარისხად n minus n. ამ განაწილებას ქვია ბერნულის განაწილება. ხო? აი ახლა ეს არის თეორემა, რომელიც ადარებს ბერნულის სახეს. აი ბერნულის თეორემა ზუსტად ამას ეხება. თქვათ ვატარებთ n-ჯერ ურთიერთ დამოუკიდებელ ცდებს. ჩვენთვის სასურველი ხდომილობის მოხდენათა რიცხვი აღნიშნოთ n-ით. ხოლო ცალკეული ცდის დროს ჩვენთვის სასურველი ხდომილობის ალბათობა იყოს p. ხო. ეხლა სანამ გავაგრძელებთ, მოდი დავუბრუნდეთ აი ამ ჩვენს წეღანდელ მაგალითს ბერნულის განაწილებას. ახლა რა ხდება უყურეთ? რა განაწილება ეს? ალბათობა იმისა, რომ n რიცხვი მოვა, რას უდრის p n-ს. ხო? n საიდან იწყება? რაც n როგორ იცვლება? n იცვლება 0-დან სანამდე, n-ამდე, ხო? თორემ ისე იგი 0-ჯერ მოვა, ან 0-ჯერ მოსვლის ალბათობა არის p0, შემდეგ 1-ჯერ მოსვლის ალბათობა p-1 და ასე შემდეგ. ხო? ესე იგი ჩვენ ასეთი შემთხვევითი სიდიდე გვაქვს. 0-ის მოსვლის ალბათობა რა არის? p0, 1-ის მოსვლის ალბათობა p1 და ასე შემდეგ n-ჯერ მოსვლის ალბათობა არის p-n. ეს იყო ჩვენი შემთხვევითი სიდიდე. რა იქნება ამისი მათემატიკური ლოდინი? ხო, აი მაგრამ ეს მათემატიკური ლოდინი ჩვენ
სადღაც გამოთვალეთ, მაგრამ მაშინ ვიდეო ლექცია არ ჩაგვიძლია და ის თვისში არ იცხადია. აი გიქცდება რომ ამისი მათემატიკური ლოდინი უდრის, აი ამ ბერნულის განაწილების მათემატიკური ლოდინი უდრის ცდათა რიცხვი გამრავლებული ჩვენთვის სასურველი ხდომილობის ალბათობაზე. ხოლო დისპერსია უდრის ცდათა რიცხვი გამრავლებული ჩვენთვის სასურველი და არასასურველი ხდომილობების ალბათობაზე. არა ჩანს? ხო. ესე იგი, აი ამ ბერნულის განაწილებისთვის მათემატიკური ლოდინი არის ENP, ხოლო დისპერსია არის ENPQ. ну ამას ბარდულად გისწრება, მაგრამ უცხოა დამტკიცება. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ მოყოლა. ესე იგი, ახლა ამან EN-ით აღნიშნა ბერნულის განაწილება, ხო? EN-ი, ანუ მათემატიკური ლოდინი, როგორც ჩვენ თქვით, არის ENP. მაშინ რა იქნება n-ი გაყოფილი n-ის მათემატიკური ლოდინი? დაიგულისხმება ახლა n-ი გაყოფილი n-ში. აქ ჩვენ რა გვაქვს? აი ეს იქნება იგივე ცხელი, რომელშიც რიცხვებში აი იგივე ცხელია, მხოლოდ რიცხვებში დგას არა n-ი, არამედ n-ი გაყოფილი n-ზე. ანუ რა იქნება მათემატიკური ლოდინი ამ დროს? ამ დროს მათემატიკური ლოდინი არის, ჩვენ ვიცით რომ ამ დროს n-ი ცხელებს გარეთ გამოდის, არა? ესე იგი რა იქნება? ვიქნება რომ მათემატიკური ლოდინი n-ი გაყოფილი n-ისა, ეს აი მანიასტიბის აღნიშნებს იქნება ერთი გაყოფილი n-ი გამრავლებული n-ის მათემატიკური ლოდინზე, ეს იქნება ერთი გამრავლებული n-ი გამრავლებული n-ზე უდრის p-ს. ამრიგად, აი ახლა როგორ წერია რა, მათემატიკური ლოდინი n-ი გაყოფილი n-ისა უდრის p-ს, აი ეს თავით. ეხლა რა იქნება დისპერსია n-ი გაყოფილი n-ის? აი ნახო დისპერსია. დისპერსია გვაინტერესებს n-ი გაყოფილი n-ზე. ეხლა ესე ჩავწეროთ დისპერსია ერთი გაყოფილი n-ზე გამრავლებული n-ზე. მაგრამ იცით რა არის თეორია? ესე იგი მათემატიკურ ლოდინში თუ კოეფიციენტი პირდაპირ გარეთ გამოდის, დისპერსიაში გამოდის ჩვენ თუ ახსოვს ამ კოეფიციენტის კვადრატი. ამიტომ ეს იქნება რა? ერთი გაყოფილი n კვადრატში გამრავლებული n-ის დისპერსიაზე. მაგრამ რა იყო n-ის დისპერსია? არის npq. ამიტომ ეს იქნება npq გაყოფილი n კვადრატზე. ანუ ეს იქნება pq გაყოფილი n-ზე. აი ახლა ზუსტად ეს არის აჩვენები, რომ დისპერსია არა აი ამ ჩვენი ახალი შემთხვევითი სიდიდისა, რომელიც ესე არის აღნიშნული n-ი გაყოფილი n-ზე, უდრის p-ს შეფარდებული n-თან. აი ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ბერნულის თეორემა. ბერნულის თეორემა ასეთ რამეს ამტკიცებს, რომ თუ ჩვენ ავიღებთ გამიხილავთ იმის ალბათობას, რომ n-ი გაყოფილი n-ი მინუს p მოდულში ნაკლები ეფსილონზე აქ p კარგად არ აჩანს. p წერია, ხო? p. როცა n-ი მინსტრატის უსასრულობისაკენ, აი ეს ზღვარში უდრის 1-ს. ამისი დამტკიცება გვინდა. ხა, ცხადია ჩვენ ამის დასამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ ცილა პარაგრაფის ჩებიშევის უტოლობა. აი ჩებიშევის უტოლობა გამოვიყენოთ. ჩებიშევის უტოლობაში ჩვენ რას ვაფასებდით? იქ ქონდა ჩვენ ჩებიშევის უტოლობის მეორე ფორმაში ჩვენ ქონდა ასეთი რამე, უყურეთ რა ქონდა სხვა ასეთი რაღაცა ქონდა ალბათობა მოდული x-ი მინუს ax-ი, ხო? ნაკლებია ეფსილონზე. აი ეს ალბათობა როზე აქ იდგა მათემატიკური ლოდინი. აი მათემატიკური ლოდინი დგას. ჩვენ კიდე რითი შეფასებება გვინდა, ჩვენ გვინდა p შევაფასოთ, მაგრამ p რა არის? p არის ზუსტად ამისი მათემატიკური ლოდინი. რახან p არის ზუსტად ამისი მათემატიკური ლოდინი, არა, აი p არის მათემატიკური ლოდინი. ჩვენ ჩებიშევის თეორიის, ჩებიშევის საინტოლობის გამოყენება აქ შეგვიძლია, აი. სანდრა. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე მაშინ ჩებიშევის უტოლობა, არა, იმიტომ რომ ეს ზუსტად არის
აი ეს P არის მათემატიკური ლოდინი და გვექნება რომ ალბათობა იმისა რომ ეს სხვაობა მოდულში ნაკლებია ეფსილონზე მეტი ან ტოლი 1 მინუს და რა თქმა უნდა ზევით უნდა გავიგო ამისი დისპერსია და გვერდ ეფსილონ კვადრატი მაგრამ დისპერსია რას ვთქვი ჩვენ წერვა ნახეთ რომ დისპერსია უდრის P კუბ გაყოფილი n-ზე დისპერსია არის P კუბ გაყოფილი n-ზე ამიტომ არ გვექნება დისპერსიის მაგალითად თუ ჩავწერთ P კუბ გაყოფილი n-ს რომ 1 მინუს P კუბ გაყოფილი n ეფსილონ კვადრატზე ეხლა უკვე ჩვენი თეორემა დამტკიცებულია დამტკიცებული არის იმიტომ რომ აქ ეფსილონი მარტივია შეიძლება ძალიან მცირე იყოს მაგრამ ეს არის ფიქსირებული რიცხვი და როცა n მისწრაფის უსასრულობისაკენ ეს აიქენ წავა ეს გამოსახულება წავა ნულისაკენ და ჩვენ გვექნება რომ აი ამისი ზღვარი 1-ს ექნება მეტი ან ტოლი ანუ გვექნება რომ ეს ზღვარი მეტი ან ტოლი 1-ზე მაგრამ ეს რა არის ალბათობა ალბათობაში არ შეიძლება 1-ზე იყოს ამიტომ გამოდის რომ ამისი ზღვარი არის ზუსტად 1 თუ ცეცხლში თუ ზღვარი არის 1-ზე მეტი მაშინ ამ გამოსახულებამ უნდა მიიღოს ნიშნულობები რომლებიც 1-ზე მეტია ხო შეხვდით ზღვის ზამათებიდან რა გამოდის რომ თუ 1-ზე მეტია ზღვარი მაშინ აქ აუცილებლად მიიღოს ნიშნულობებს ეს გამოსახულება რომელიც 1-ზე მეტია რაც შეუძლებელია ამიტომ გამოდის რომ აი ეს ზღვარი მართლაც 1-ის ტოლია ამიტომ ჩვენ დავამტკიცებთ ბერნულის თეორემა ეხლა გავაგზავნოთ ესე იგი ჩვენ ეხლა დავამტკიცებთ ბერნულის თეორემა მაგრამ ბერნულის თეორემაზე უფრო ზოგადი არის ჩერნიშევის თეორემა ეს ჩერნიშევის უთოლება რომ განიხილეთ რა დასაწყისში აი იგივე მათემატიკოს ეკუთვნის შემდეგი თეორემა ჩერნიშევის თეორემა და დიდი რიცხვთა კანონის ზოგადი დებულება ჩერნიშევს ეკუთვნის და მისი დამტკიცება ჩერნიშევის უთოლებას ეხება აი რაში მდგომარეობს ჩერნიშევის თეორემა თქვათ მოცემული გვაქვს Z1, Z2, Zn წყვილად დამოუკიდებელ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა. აი მაგალითად ეს რა შეიძლება იყოს? ეს შეიძლება იყოს თქვათ კამათის აგდება n-ჯერ. ხლა, უბრალოდ რა შესაძლოა? აი კამათის როცა აგდება n-ჯერ, რა? ან მონეტას რომ აგდება n-ჯერ. ჩვენ ცხადია გულისხმობთ რომ წინა აგდება არ არის დამოკიდებული მომდევნოზე, ხო? და ერთმანეთზე გავლენას არ ახდენს. ესეც მაგრამ წყვილად დამოუკიდებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ესე იგი, გვაქვს წყვილად დამოუკიდებელ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა. და რა პირობაა, რომ ამათ უნდა გქონდეს შემოსაზღვრული დისპერსია. ხო? ეხლა მაგალითად კამათის აგდების დისპერსია ხო გამოთვალეთ ჩვენ რა? დისპერსია ჩვენ გამოთვალეთ მათემატიკურ ლოგიკით და დისპერსია შემოსაზღვრული იქნება, რა? ასევე მონეტის აგდების დისპერსია მათემატიკური მონეტის აგდებაზე როგორ გავაკეთებთ ჩვენ ვიდა რომ თუ ვიდა რომ მონეტის აგდებას მიცეთ შემთხვევით სიდიდის სახე რა უნდა ვქნათ მის სხვადასხვა მხარეს უნდა რაღაც რიცხვები დავწეროთ იმიტომ რიცხვები არ წერა იქ არის ერთი რამ ღერბია მეორეგან შეიძლება იყოს სხვადასხვა ესე იგი იმის მიხედვით თუ რა რიცხვი დაწერე შენ ამ მონეტაზე სხვადასხვა მხარეს არა ამ დროს ჩვენ გვექნება სხვადასხვა მათემატიკური ლოგიკა სხვადასხვა დისპერსია რაც შეიძლება კამათებზე ტრადიციულად როგორ არის 1-დან 6-მდე ნაწილობრივი რიცხვები და ამიტომ მათემატიკური ლოგიკა და დისპერსია ერთი და იგივეა მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ კამათის სხვა რიცხვები დავაწეროთ თუ კამათის სხვა რიცხვები დავაწეროთ ალბათობები ამ რიცხვების მოსვლისა დარჩება იგივე მაგრამ მათემატიკური ლოგიკა და დისპერსია ცხადია შეიცვალა ხო ეხლა უკვე ჩვენ რას ვაკეთებთ გვაქვს წყვილად დამოუკიდებელი შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა n-ის შემთხვევითი სიდიდე რომელთაც აქვს შემოსაზღვრული დისპერსიები შევადგინოთ მათი საშუალო არითმეტიკა რა არის საშუალო არითმეტიკური ესე იგი ეს რიცხვები აღარ არის ესენი არიან შემთხვევითი სიდიდეები ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ ეს შემთხვევითი სიდიდეები უნდა შევდგინოთ და გავყოთ n-ზე რას ნიშნავს შემთხვევითი სიდიდის შეკრება ესე იგი ახლა ჩვენ გავაგზავნოთ ჩერნიშევის თეორემის დამტკიცება. როგორც ვთქვით, რაში მდგომარეობს ჩერნიშევის თეორემა, რომ თუ გვაქვს წყვილად დამოუკიდებელი შემთხვევითი
ენიც არის სიდიდეების მიმდევრობა, ხო? და თუ შევადგენთ მათ საშუალო არითმეტიკულს, მაშინ ეს საშუალო არითმეტიკული მიისწრაფვის თითოეული შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური ლოდინის საშუალო არითმეტიკულისა. ხლა დავუკვირდეთ რა არის. აი ეს ზეთი თითოეული არის შემთხვევითი სიდიდი, ამიტომ ეს ჯამით შემთხვევითი სიდიდია და მთელი გამოსახულება არის შემთხვევითი სიდიდი. რაც შეეხება ამას, ეს არის ეს მათემატიკური ლოდინი რიცხვი. და ამიტომ ეს გამოსახულება არის რიცხვი. ანუ ეს ლაპარაკია იმაზე, რომ აი ეს შემთხვევითი სიდიდე გარკვეული აზრით მიისწრაფვის აი ამ მათემატიკური ლოდინისაკენ. ახლა ჩამოვაყალიბოთ ეს. ენის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისათვის აი ეს შემთხვევითი სიდიდე რაგით ახლოს არის აი ამ მათემატიკური ლოდინის საშუალო არითმეტიკულთან. ახლა მას ზუსტად თუ ჩამოვაყალიბოთ ასეთი ფორმა აქვს. უყურეთ, ალბათობა იმისა, რომ ეს საშუალო, ესე იგი შემთხვევითი სიდიდეების საშუალო არითმეტიკულსა და მათემატიკური ლოდინების საშუალო არითმეტიკულს შორის სხვაობა მეტია ეფსილონზე, აი ეს ალბათობა მიისწრაფვის ნულისა. ესე იგი ეფსილონს რომ დააფიქსირებ, არ ეფსილონს რომ დააფიქსირებ. და როცა n უსასრულოდ იზრდება, მაშინ ეს მიისწრაფვის ნულისაგან. ახლა ჩემ წიგნში ვიღაცას გადაუსწორებია და z-ის აქ z იყო და ჩაუწერია x-ი. მეზევიდან z დავაწერე ისე. რა დამტკიცება? ესე იგი აი ამისი დამტკიცება გვინდა არ დავაუწყდეს. ხერას ვაკეთებთ ეს n-ი ჩვენი შეგვიძლია გავუმრავლოთ ეს ყველაფერი n-ზე და აი ეს ალბათობა არის ეკვივალენტური შემდეგის, რომ ჭრილებში რაც აგვაქვს მეტია n-ი გამრავლებული ეფსილონს. და გვაინტერესებს რა ხდება, ესე იგი რომ როცა n-ი მიისწრაფვის უსასრულობისაკენ. ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ რა გავაკეთოთ? აი ამის მიმართ გამოვიყენოთ შედის უტოლობა, ხო, რომელი ფორმა? იცით ის ფორმა კი არა, x მინუს მათემატიკური ლოდინი, არა სხვა ალბათობა იმისა, რომ x მეტია a-ზე, ამისი ალბათობა როგორ იყო? ეს იყო ნაკლებიანი ტოლი x კვადრატის მათემატიკური ლოდინი გაყოფილი a კვადრატს. ამიტომ ეს შედის უტოლობის მიხედვით ნაკლებიანი ტოლი იქნება აი ამ გამოსახულების კვადრატის მათემატიკური ლოდინი, ხო? ამ გამოსახულების კვადრატის მათემატიკური ლოდინი გაყოფილი აი ამის კვადრატზე. ეს არის ჩებიშევის უტოლობა. პირდაპირ, ესე იგი, აი ის როგორც გითხარით, გამოვიყენეთ ის ფორმა, სუბპირიორი ფორმა, რომელიც ვისწავლეთ. ეხლა რა ხდება? აი აქ რაღაც ეს ჯამი აყვანილია კვადრატში. ამიტომ არ უყანოთ ეს ჯამი კვადრატში. აი, ამ ჯამის კვადრატში აყვანა რას ნიშნავს? რომ ეს რა არის ეს? ჩვენ გვაქვს ჯამი თქვათ a1 პლუს a2 პლუს an კვადრატში. ხო? ეს რას უძის? ეს არის მათი კვადრატების ჯამი, არა? კვადრატების ჯამი პლუს რა? პლუს რაღაცა გაურკვეველი ნომრავლები, არა? მაგრამ გაურკვეველი ნომრავლები როგორ მიიღება? გაურკვეველი ნომრავლები ესეთ რამეა, თქვათ aj, ხო? და პლუს aj. ესე იგი, აი a პლუს b-ს როცა ვამრავლებ a პლუს b-ზე, რას მივიღებთ? ეს არის აგამრავლებული აზე რა არის? a კვადრატი, აგამრავლებული b-ზე არის ab, მე b გამრავლებული a-ზე არის b-ა და შემდეგ არის b გამრავლებული b-ზე b კვადრატი, ხო? და მე რა შევხედეთ? მაგრამ ეხლა ამ ფორმულაში შეგრებილი არა და ცაცაკი წერია ეს კომპუტერ რაც არის აი ეს ცაცაკი არის აღი წერია უყურეთ ეხლა რა ხდება უყურეთ აი იმის მაგივრად რომ დაწეროს ორი ეს გამრავლებული ამაზე წერს ასეთ მომრავლს სტატიკური ხდება რომ ერთგან შეხვდება ეს გამრავლებული ამაზე და მე ვუხდება შესაძლებელი ეს გამრავლებული ამაზე მე გადანაცვლო გამოვიდა ორი ეს გაშალა უბრალოდ. აი ეს გაშალა აქ წერია, ხო? აი ეს გაშალა, გაშალა მიიღო ეს. ეხლა უყურეთ. აქ ჩვენ შეგვიძლია ეს გადავანაცვლოთ
ამ ჯამთან და მივიღებთ ამ გამოსახულებას. ეხლა იცით რა არის, ეხლა ჩვენ უნდა გვესწავლა ესეთი საინტერესო რამის აქვს ადგილი, რომ ეხლა ნასალი ვაქვს ეს, მაგრამ მაინც გავაკეთოთ. თუ გვაქვს x-ის შემთხვევითი სიდიდე და თუ ამას გამოვაყენებთ მის მათემატიკურ ლოდის, არა? და თუ ეხლა ამის მათემატიკურ ლოდის გამიხილავთ, ეს უდრის ნულს. მაგრამ უყურეთ, მათემატიკურ ლოდის ესეთი თვისება აქვს, რომ ორი შემთხვევითი სიდიდის ჯამის მათემატიკური ლოდინი არის მათი მათემატიკური ლოდინების ჯამი. და აქ აქვს უბრალოდ ორი შემთხვევითი სიდიდე, მხოლოდ ერთი შემთხვევითი სიდიდე არის მუდმივი. ამიტომ აქ გვექნება რა? გვექნება x-ის მათემატიკური ლოდის გამოკლებული x-ის მათემატიკური ლოდინი. მაგრამ მუდმივის მათემატიკური ლოდინი თვითონ მუდმივი. ეს რას ნიშნავს? აი მუდმივი, ახლა დავიღოთ ესეთი აი თქვა ხუთიანი ლოდის ერთი ალბათობით. მუდმივი, ესე იგი ჩვენ გვაქვს რას ნიშნავს მუდმივი შემთხვევითი სიდიდე. აი ეხლა ჩვენ გვეწერა ხო შემთხვევითი სიდიდე, აი სადღაც კონდა, აი ეს არის შემთხვევითი სიდიდე, არა? ეს როგორი შემთხვევითი სიდიდეა, რომ ეს რიცხვები იღებენ ეს ამ რიცხვების გამოჩენა გარკვეული ალბათობით ხდება. რა არის მუდმივი შემთხვევითი სიდიდე? მუდმივი შემთხვევითი სიდიდე არის რაღაცა რიცხვი მუდმივი, რომლის გამოჩენა არის გამოჩენის ალბათობა არის 1. რა იქნება მაშინ ამისი მათემატიკური ლოდინი? აგამრავლებული 1, ანუ რა? ხო? ესე იგი, ჩვენთან აქ ax არის მუდმივი შემთხვევითი სიდიდე, ამიტომ მისი მათემატიკური ლოდინი რა იქნება? თვითონ ax. და გვექნება ax მინუს ესე იგი ax რაც უდრის ნულს. აი ახლა ამას თუ ჩვენ გამოვიყენებთ, უბრალოდ ახლა გვწერია. სად გამოვიყენებთ ახლა ურთიერთდამოუკიდებლობა? ურთიერთდამოუკიდებლობა, აქედან რომ ეს მიდოდა, ურთიერთდამოუკიდებლობა გამოვიყენეთ და რაში? ჯერ როცა გადავანაცვლოთ ჯამთან გადანაცვლებაში ურთიერთდამოუკიდებლობა არ გჭირდება. მაგრამ აი ჩვენაც უნდა გქონოდა ასეთი გამოსახულება, უყურეთ, ჯამთან გადანაცვლების მერე მივიღებდით ჩვენ შემდეგ გამოსახულებას. აი სამეცნიერო პროექტი არის და აი აქ გვექნებოდა ეს. ეხლა გვექნება ნამრავთან მათემატიკური ლოდინი პროექტის არ არის გადანაცვლებადი. გადანაცვლებადია მაშინ, როცა ესენი არიან დამოუკიდებლები. და რახან ესენი დამოუკიდებლები არიან, ეს ჩვენი z-ის სიდიდეები, არა? აი ეს ორი შემთხვევის სიდიდეც იქნება ურთიერთდამოუკიდებელი და ეს ნამრავი იქნება გადანაცვლებადი აი ამ მათემატიკურ ლოდინთან და გვექნება რომ ეს ჩვენი გამოსახულება უდრის აი ამ კვადრატების მათემატიკური ლოდინების ჯამს პლუს აი ესეთი გამოსახულება, სადაც უკვე მათემატიკური ლოდინი არის გადანაცვლებული გამრავლებასთან. მაგრამ ჩვენ რა ვთქვით, რას უდრის ამისი მათემატიკური ლოდინი? ნულს, არა? თუ შემთხვევით სიდიდეს გამოვაყოლებ მით თავის მათემატიკური ლოდის და ამის მათემატიკური ლოდის გამოთვლილი, მაშინ ეს იქნება ნული. და ეს გამოვიდა, ეს გამოსახულება არის ნული. ანუ ეს გამოსახულება თორე დაიკარგა. ესე იგი, რასაც ჩვენი შესაძლებელი გამოსახულება არის ასეთი რამე. მაგრამ ეს არის ზუსტად დისპერსია. ეს არის z-ის დისპერსია. ანუ გამოვიდა რომ აი ეს ალბათობა, რომელსაც ჩვენ ვაფასებდით, აი ამ გამოსახულებაზე, ამ დისპერსიების შემცველ გამოსახულებაზე ნაკლებია. მაგრამ პირობაში იყო ასეთი რამე, რომ დისპერსიები უნდა იყოს შემოსაზღვრული. დისპერსიების შემოსაზღვრულობა ნიშნავს შემდეგს, რომ ისეთი ცერიცხვი არსებობს, რომ ყველა აი ამ ჩვენი შემთხვევითი სიდიდის დისპერსია c-ზე ნაკლებია. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ახლა აქ ნაკლებობა გვაქვს, არა? აი ამ დისპერსიების მოგოდეს ჩავსვათ და ეს ნაკლებობა უფრო გაძლიერდება, ხო? და გვექნება რომ რამდენი დისპერსია რამდენი გვაქვს n-იც არის, n გამოიყურეთ c-ზე შეფარდებული n კვადრატი epsilon კვადრატი. n-თან შეიძლება გვექნება აი ეს c, რომელიც მუდმივი სიდიდე არის, შეფარდებული n epsilon კვადრატზე. აქაც იგივე სიტუაციაა, რომ epsilon მართალია შეიძლება ძალიან მცირე იყოს, მაგრამ ის არის ფიქსირებული რიცხვი. ამიტომ, როდესაც n მისწრაფის
უსასრულობისაკენ, ეს უსასრულობი მცირდება და ამის ზღვარი ნაკლები ნაკლები ნულზე. მაგრამ ალბათობა როგორია? ალბათობა ყოველთვის არა უარყოფითი. საიდანაც გამოდის, რომ ეს ზღვარი ყოფილა ნული. ანუ ეხლა თუ ჩვენ ეხლა გადავალთ საპირისპირო ალბათობაზე, ანუ აქ მეტობას ნაკლებობით შევცვლით, გამოვალეს იქნება, რომ მისი შემავსებელი ხდომილობა ეს ალბათობა იქნება ერთი სტოლი და ну ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე თუ გვინდა ზუსტად ის დებულება მივიღოთ, ამას ენზე გავყოფ და მივიღებთ აი ჩებიშევის თეორემის დამტკიცებას. ამით აი ჩვენი ვიდეო ლექცია დღეს მთავრდება.